უძღები შვილი. მომეცმე, შვილო, გული შენი. იგავნი სოლომონისანი 23, 26. მამაო, ცოდე ცად მიმართ. და არღარა ღირს ვარ მეწოდებად ზეთ შენდა. ლუკა 15, 18, 19, 21. უფალსა უყვარან მართალნი. სალმუნიას 45:8. კაცსა ვისმე ესხნეს ორძე. და ხრქუა უმრწემესმან მან მამასათვისა, მამაო მომეცმე რომელი მხუდების ნაწილი სამკვიდრებელისაი. და განუკო მათ საცხოვრებელი იგი. და შემდგომად არამრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამე თუ ცხონდებოდა იგი არაწმიდებით. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა და იწყო მან მოკლებად. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველადთვისა ძოვნად ღორთა. და გული კეთყო და განძღებად მუცლისა რქისა მისგან რომელსა ჭამეთ ღორნი და არავინ სცის მას. და მოეგო რაი თავსათვისა, თქვა, რაოდენთა სასყიდლით დადგინებულთა მამისა ჩემისათა ხმად სპური და მე აქა სიყმილითა წარუწყდები. აღდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვრქუა მას, მამაო, ცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა და არღარა ღირს ვარ მეწოდებად ზეთ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. და აღდგა და მოვიდა იგი მამისათვის ისა. და ვიდრე შორსხა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქეთსაზე და მისსა და ამბორს უყოფდა მას. და ხრქუა მას ძემან მან, მამაო, ცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ზეთ შენდა. ხრქუა მამამან მისმან მონათათვისთა, გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცოთ ბეჭედი ხელსა მისსა და ხამნი ფერხთა მისთა. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ და ვჭამოს და ვიხარებდეთ, რამე თუ ძე ესე ჩემი მომკვდარიყო და განცოცხლდა, წარწმედულიყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსაგარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ეს მახმაი სიხარულისაი და განცხრომისაი. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმეთ, რაი არს ესე. ხოლო მან ხრქუა მას, რამე თუ ძმაი შენი მოსრულ არს და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამე თუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესვლად. ხოლო მამა იმისი გამოვიდა ხლოცვიდა მას. და მან მიუგო და ხრქუა მამასათვისა, აჰა ესე რა ესოდენი წელნი გმონი, შენ და არასა და მცნებასა შენსა გარდავხეთ, და არასა და მომეც ერთი თიკანი, რაითამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხოვრებელი შენი მეძავთა თანა, და უკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. ხოლო მან ხრქუა მას, შვილო, შენ მარადის ჩემთანა ხარ და ჩემი ყოველი შენი არს. ხოლოაც მხიარულებაი და სიხარული ჯერ არს, რამე თუ ძმაი ესე შენი მომკვდარიყო და განცოცხლდა, წარწმედულიყო და იპოვა, ლუკა 15, 11, 32. იგავის სათაურის გამო. უპირველესად განმარტებას ითხოვს იგავის სათაური, უძღები შვილი. ქართული საღვთისმეტყველო ლიტერატურული ტრადიციხილით უმრწემესი ძე, იგივე უმცროსი ძმა, ამიგავში იწოდება როგორც წარწმედული, შეცდომილი, უძღები, დაკარგული, ასევე მფლანგველი. ყველა ეს განსაზღვრება იგავის სათქმელის ამა თუ იმ ნიუანსურ წახნაგს წარმოაჩენს. წარწმედა ძველ ქართულში ნიშნავდა მოსვლას, მოსპობას, ვნებას, დაღუპვას, დაკარგვასა და ცთომას, წარწმედად კი ძველად წარმავალით იყო. აქედან გამომდინარე უმცროსი ძე არის წარწმედილი, დაკარგული, შეცდომილი. ახალ ქართულში ესე დაკარგული იყო და გამოჩნდა ლუკა 15, 32, უძღები ილია აბულაძის ლექსიკონში განიმარტება როგორც ურცხვი, უწესო, ხარბი და გაუმაძღარი. მის საწყის დადებით ფორმას, განძღება ასევე აქვს მნიშვნელობა აღსება, რაც იმას ნიშნავს, რომ უძღები იგივე აღუსებელიცაა. უკვე თვით ამ ლექსიკური განმარტებებით არის წარმოდგენილი უძღებიშვილის ქმედების გარკვეული შეფასება. თუმცა ეს შეფასება ჯერ კიდევ არ არის საბოლოო და განსაზღვრელი. უძღებიშვილის სიგავური ალეგორიები. ებრაელთა აულის სამემკვიდრეო წესის თანახმად უმცროსი ძე ოჯახში მამის სიკვდილის შემდეგ იღებდა იმ ქონების ნახევარს, რაც უფროს შვილს ერგებოდა. თუმცა მამას ჰქონდა უფლება, წინასწარ არ მიეცა წილი ვაჟისათვის, აია იგავში მამა ამ უფლებას არ იყენებს, უმცროს შვილს თხოვნას უსრულებს და შვილებს ქონებას გაუყოფს ალმუნი.
იგავში უნდა აიხსნას მამისეული სახლისა და კუთვნილი წილი ქონების, ასევე ამ ქონების გაფლანგვა შემოხართვის სახარებისეული ალეგორიები, მამა, ზეციერი მამა ღმერთი, მამისეული სახლი, ღვთიური, ზეციური სამყოფელია, ანგელოზთა და მართალთა სავანი, სამკვიდრებელი, რომელიც უმცროსმა ძემ მამისაგან მიხილეღო, არის ღვთისაგან ბოძებული სულიერი, ხორციელი და ბუნებითი ნიჭები, ჭკუა, გონება, სული, ხორცი და ასე შემდეგ. მაშა სადამე, უძღებ-შვილს მამის სახლში ჰქონდა ყველაფერი, მან კი მაინც ინება მშობლიური სახლის მიტოვება, ანუ უარი თქვა ღვთისმორჩილებასა და ღვთიური ცხოვრების წესის, ცნებათა აღსრულებაზე. უცხო ქვეყანაში წასვლით იგი განშორდა ღმერთს და თავაშვებული ცხოვრებით გაფლანგა ეს ქონება. თავაშვებული ცხოვრება, რის გამოც უძღებმა შვილმა ქონება გაფლანგა და შემოეხარჯა, რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ ღმერთს განშორებული ცოდვებში ჩავარდა, უწმინდურ ვნებებს დაემონა და, როგორც ძველი ქართველი იტყოდა, სული წარიწმიდა. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს, ვინც ღმერთს გაშორდება, გაფუჭდება მისი ცხოვრებაც და ზნეობაც, დაეცემა და დაემონება ყველა ცოდვასა და ვნებას. წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, ჩვენ ღმერთს შორდებით არა ადგილით, არამედ საქმით, პირველი შეუძლებელია, მხოლოდ ცოდვის მიერი საქმენი გვაშორებს ღმერთისაგან. უძღებიშვილი იგავის დასაწყისში მოუთმენლობასაც იჩენს და უმეცრებასაც, შენიშნავს წმიდა იოანე ბოლნელი ეპისკოპოსი მიხეილი კი მასში მჩატე, გამოუცდელ ყმაწვილს ჭვრეთს. ამ ყმაწვილმა მოციფულა საქმს მიაღწია თუ არა, ძნელად ეჩვენა მამობრივი ზრუნვას და მამისეული სახლის ცხოვრების წესიც, რაც თავისუფლების შეზღუდვისა და წართმევის მიზეზად მიხილეჩნია. მან საკუთარი ნება-სურვილით ცხოვრება მოინდომა, დაავლო ხელი კუთვნილ წილს, მამის წყალობით რომ მიეცა, მოსწყდა მშობლიურ სამკვიდრებელს და მიმართა უცხოეთს. იქ კი მამა ღმერთისაგან მოშორებულმა ყმაწვილმა, ღვთაებრაელთაების ნეობა გაფლანგა და გაუჭირდა კიდეც. კიდევ ერთხელ უნდა დავაზუსტოთ, რომ ღვთისაგან განშორება ნიშნავს უარის თქმას ღვთიური ცხოვრების წესზე, ანუ ღვთაებრაელთაების ნეობაზე, ასევე ნიშნავს ღვთიური მცნებების აღუსრულებლობას, ეკლესიხილესაგან განდგომას და, ამდენად, რწმენისა და საკუთარი თავის ღალატსაც. მამისეული სამკვიდრებლის გაფლანგვის გამო უძღებ-შვილს კიდევ ერთი განსაზღვრება ეძებნება, ფლანგველი შვილი. მოქალაქე მის სოფლისა რქა. მიუყვეთ იგავის თხრობას. უცხო ქვეყნის ერთ მცხოვრებს, ერთ სამოქალაქესა მის სოფლისასა, რომელსაც უძღებიშვილი მიეკედლა, წმიდა მამები განმარტავენ როგორც ეშმაკს. უძღებიშვილი მას გაჭირვებამდეც ემსახურებოდა ცოდვათა გამრავლებით. ახლა კი ამ ერთგული სამსახურის ჭილდოთ ესოდენი პატივი მიეგო, ხორების მწყემსვა დაევალა, რითაც ამ საძაგელ პირუტყვზე უარესი მეიქმნა და ისეთივე უწმინდური და უძღები გახდა. ცნობილია, რომ ებრაელთა აელთათვის ხორი უწმინდური ცხოველია, მისი ხორცის ჭამაც აკრძალულია, მეღორეობა კი საქმიანობათაგან უმდაბლესად არის მიჩნეული. მიტროპოლიტი ფილარეტი ბრძანებს, წყემს ღორები, ამ იგავში ნიშნავს განუწყვეტლივ გამოკვებო ცხოველური ვნებანი და ამავე დროს გრძნობდე მის დამამცირებლობას, უხეშობას და სისაზიზღრეს. მეღორედ ქცეულ უძღებ-შვილს მხოლოდ ხორის სალაფავს აძლევდა პატრონი და ისიც სანატრელი ჰქონდა. ძველ ქართულ თარგმანში ღორის საკვები რქად იწოდება, ვინაიდან იგი რქისებური ფორმის ერთგვარი ხის ნაყოფია, რომელიც სირიასა და მცირე აზიხილეს ზოგიერთ მხარეში იზრდება. ღორებს ამ ნაყოფით აპურებდნენ და გლახაკნიც იყენებდნენ ხოლმე მას საჭმელად. ეს საკვები ჩვენებურ რკოს ჰგავს. წმიდა კირილე ალექსანდრიელის განმარტებით, ამ იგავში რქა წარმართად ცრუმუძღვრებას უნდა გამოხატავდეს, რადგან წარმართებმა დაკარგული ჭეშმარიტი სარწმუნოება ამ ცრუმუძღვრებით შეცვალესაია, სწორედ ასევე, უძღებმა შვილმა დაკარგულ ზეციურ საზრდოს რქა ანაცვალა. ვწოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა. მოუთმენლობითა და უმეცრებით მიღებული უგუნური გადაწყვეტილება, ღვთისაგან განშორება, საკუთარი ნება-სურვილით ცხოვრება და ცოდვებში ჩავარდნა მხოლოდ ბოროტ ნაკობს გამოიღებს. ასე დაემართა უძღებ-შვილს და უბედურებაც ამიტომ დაატყდა თავს. მიტროპოლიტი ფილარეტი შენიშნავს, რომ ცოდვა ცოდვილს მცირე ხნით ახარებს, მხოლოდ გრძნობად ნეტარებას აძლევს, სულ მალე მიეცემა ხოლმე იგი სულიერ შიმშილსა და გაჭირვებას. ცოდვის მიერი სიამოვნება წარმავალია, ხრწნადია, ღვთიურობით განათებული სული კი წარუვალია და იგი უხრწნელ ბედნიერებას პირდება ადამიანს. ცოდვას ფიზიკური უბედურებანიც მოაქვს, სიღარიბე, ავადმყოფობა. ამას უფალი სასჯელად მოულენს კაცს, რათა გონების კარი გაუხსნას. ეპისკოპოსი მიხეილისათვის უბედურება არა მარტო დასჯა, არამედ ღვთიური მოწოდებაც, იმ მიზნით, რომ ცოდვილმა მოინანიოს, ყური მიუგდოს ზეციერი მამის გულმოწყალე ხმას, რომელიც სინანულისაკენ ახედებს თავის შვილს. უძღებმა შვილმაც ისმინა მამისა და გონს მოეგო რაი თავსათვისა, ვკითხულობთ იგავში. რა უშლი და აქამდე, გაეგონა ეს ხმა, შეეცნო საკუთარი უგუნურება, განესაჯა და განეკითხა მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მოკლედ, მთელი სიგრძე სიგანით გაეცნობიერებინა ყოველივე.
პასუხი ცოდვას დასტრიალებს, ცოდვასა და მის ნაყოფსალმუნის სწორედ ცოდვა უკრავს და უბნელებს ადამიანს გონებას და იგი ვეღარ აცნობიერებს, თუ რა არის ღვთისნება. განსაცდელი უბედურება კი აფხიზლებს ცოდვილს და იგი გონფრულ განსჯას იწყებს. და აი გამოფხიზლებული უძღებიშვილი ნანობს და ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა მის სულიერ სამყაროში. უპირველეს ყოვლისა სინანული დაიბადა, სწორდის გრძნობა, რომელსაც წმიდა ეფრემ ასური ითხოვს თავის ვედრებაში. მომანიჭე განს დაითვის და ცოდვათან. შენიშნავს უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. სხვაგან კი პატრიარქი სინანულის კიდევ ერთ ტკბილ ნაყოფზე გვიბრძანებს. სინანული არა მარტო საკუთარი ცოდვების შეგნებას ნიშნავს, არამედ თვითშეგნების გარდაქმნასაც. ამას მიგვანიშნებს სინანულის გამომხატველი სიტყვები იგავში. აუდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვრქუა მას. მამაო, წოდეცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ღირს ვარ მეწოდებად ზედ შენ და არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. ამ სიტყვებით მჟღავნდება უძღებიშვილის გულწრფელობა, თავმდაბლობა, საკუთარი უღირსების შეგრძნება და აღიარება, ასევე ღრმა სიყვარული მამისეული სახლისადმი და მორჩილება მამისადმი. უძღებიშვილის აღსარებაში ცად მიმართს ზეციური სამყოფელია, წინაშე შენსა კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვწოდავთ როგორც ღმერთის, ასევე მშობელი მამის, ვითარცა ზეციერი ღმერთის მიწიერი წარმომადგენლის წინაშეც. უძღებშვილს იმდენად ძლიერად უყვარს მამა, იმდენად დიდია მისი სურვილი მამისეულ სახლში დაბრუნებისა, რომ იგი თანახმაა, ერთი მუშაკთაგანის ხვედრი გაიზიაროს, ოღონდ იქ იყოს მამასთან ერთად. გონს მოგებული შვილის საფიქრალს ესადაგება შესანიშნავი ადგილი 83 ფსალმუნიდან, სჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფრო ის ათასთა მათ, ვირჩიე მე მივრდომა ის სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფრო ის ვიდრეღა არა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა. 83 10. საგანგებო ყურადღებას იქცევს მონანიე უძღებიშვილის გულწრფელობა და მის მიერ სინანულის საქმით აღსრულება. გავიხსენოთ სამი მაგალითი ძველი აღთქმიდან, ესავის, მეფე საულისა და წმიდა მეფე დავითისა. ესავმა ერთი მათლაფა შეჭამანდის ფასად მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოობა და მამამისისაგან კურთხევის უფლება დაკარგა, როგორც უძღებმა შვილმა დაკარგა მამისეული სამკვიდრებელი. როცა იაკობმა მოხერხებით მართლაც მიხილეღო ეს კურთხევა, ატირებულმა ესავმა ცრემლებით გამოსთხოვა მამას კუთვნილი კურთხევა, რომელიც მან თავისივე ნებით უარყო. წმიდა პავლე მოციქული შენიშნავს, რომ ესავმა თავისი ბილწი ქმედებით მოიკლო ღვთის მადლი, ხორციელი გადარჩენის მიზნით ღვთივბოძებული წყალობა საჭმელში გაცვალა, კუჭი გაიცხო და შემდეგ უკვე უარყოფილმა ცრემლით ინდომა დაკარგულის დაბრუნება. მაგრამ მან, როგორც წმიდა მოციქული ებრაელთა აელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს, სინანულის ადგილი არ აპოვა. 12, 16, 17. დიახ, სინანულის მარცვალიც კი არ იპოვებოდა ესავის ცრემლში. ისააკმა, ესავისა და იაკობის მამამ, ღვთისნიშნად მიხილეჩნია ყოველივე და დამორჩილდა მომხდარს, დაბადებად. 27. მეფე საულის მაგალითს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი უხმობს. ასევე არ იყო გულწრფელი საული თავის სინანულში, როცა სამუელ წინასწარმეტყველის წინაშე აღიარებდა საკუთარ ცოდვას და ამბობდა, შევწოდეო. მან არ მიხილეღო ღვთისაგან შენდობა, ვინაიდან საული ინანიებდა არა ღვთის შიშითა და სიყვარულით, არამედ მხოლოდ იმის შიშით, რომ პატევი არ მოჰკლებოდა წინასწარმეტყველისაგან და ერის წინაშე არ შერცხვენილიყო. პირველი მეფეთად 15. ამათგან განსხვავებით, დავითი უფლის მორჩილი და გულწრფელად მონანი მეფე გახდათ მიუხედავად საშინელი სასჯელისა, მას საყვარელი შვილი მოუკვდა, დავითს ღვთის მიმართ საყვედური არ დასცდენია. მძიმე ცოდვების წილ მიღებული ეს უბედურება მან ღვთისნებად შერაცხა, უფლის სახლში ილოცა და სასახლეში დაბრუნებულმა ცოლიც დაამშვიდა. საზღაურად ღმერთმა დავითს ბრძენი სოლომონი მისცა შვილად, მეორე მეფეთა თავი 12. სამოსელი პირველი, ბეჭედი, ხამნი, ზუარაკი. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი გვასწავლის, რომ მარტო ჯოჯოხეთისა და სასჯელის შიშით გამოწვეული სინანული მხოლოდ დასაწყისისათვის არის კარგი, მაგრამ ჭეშმარიტი სინანული შიშთან ერთად სიყვარულითაც უნდა იშვას. ამის თვალსაჩინო მაგალითი კი ეს იგავი გახლავთ, სადაც უძღებიშვილი გულწრფელად მოინანიებს, თავის უღირსებასაც აღიარებს და ღრმა მორჩილებითა და სიყვარულით გაემართება მამისაკენ, რათა ახლა უკვე სამუდამოდ დამკვიდრდეს მამისეულ სავანეში. მამისადმი უსაზღვრო სიყვარულმა და მოკრძალებამ უძღებშვილს ისიც კი ვერ გააბედვინა, რომ ეთხოვა მუშაკობა, ანუ მოჯამაგირეობა და მხოლოდ შენდობა ითხოვა. მაგრამ, იქ სადაც სინანულია, აუცილებლად მოწყალებაცაა, აუცილებლად ღვთის შენდობაა, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. მართლაც, ყოვლად მოწყალე ღმერთმა იგი არა მარტო დაუყოვნებლივ შეიწყნარა, არამედ სინანულის საქმით აღმსრულებელ შვილს საზღაურად დაუბრუნა დაკარგული სამკვიდრებელი, განწმენდილი სული წარწმენდილის წილ. იგავში ყოველივე ამის გამომხატველია მამის მიერ გამართული ბრწყინვალე ნადიმი, შვილისათვის ბოძებული სამოსელი პირველი. ბეჭედი. ხამნი, შეწირული ზუარაკი იგი ჭამებული.
სამოსელი პირველი, ნათლისღება, ახალი მადლი და სულიერი სათნოებაა. წმიდა იოანე ოქროპირის განმარტებით, ბეჭედი ნიშანია სულიწმიდის ნიჭისა, როგორც ყოველთა მბრძოლთა წინააღმდგომისა, ხოლო ხამლი გველის, იგივე ცოდვის, ქუსლით დასატკეპნად მიეცა ცოდვილს, რათა მცნებათა გზით იაროსო მან. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი შერიგებისა და ღირსების ნიშანსაც მოიხილავს ბეჭედში. იმასაც შენიშნავენ, რომ ბეჭედი და ხამლი, ორივე ერთად, თავისუფალი ადამიანის ნიშანია, ვინაიდან მონები ფეხშიშველი დადიოდნენ. რაც შეეხება ზვარაკს, იგი, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის თქმით, გამოხატავს როგორც სულიერი ნუგეშით გაძღომას, საპირისპიროდ ცოდვის მიერი უძღებებისა, ასევე იმგვარ სულიერ მდგომარეობას, როცა არადადებულ არსუღელი ცოდვისა, წმიდა იოანე ოქროპირი. და გაიმართა ნადიმი, დაიწყეს განცხრომაც სახლიდან ისმოდა ხმაის სიხარულისაი და განცხრომისაი. ეს სულის განცხრომაო, ბრძანებს წმიდა იოანე ოქროპირის ეციური სასופევლისა და მისი მეუფის სიხარული იმის გამო, რომ დაკარგული სული დაუბრუნდა თავის პირველ სამკვიდროს, პირველღირსება აღიდგინა და ხელახლა შეიმოსა პირველქმნილი 60-ეული ნათლით. შეიმოსე ნათელი, ვით არცა სამოსელი ხალობს წმიდა დავით მეფსმუნე, სალმუნიას 3:2. მაგრამ ყველაზე უფრო სანეტაროა სიხარული მამისა, ძე ესე ჩემი მომკვდარიყო და განცოცხლდა სიკვდილი აქ ცოდვაში ყოფნა, განცოცხლება კი სინანულში ყოფნა. წარწმედულიყო და იპოვა, სწორედ ეს არის საგანი სიხარულისა. და ეს სიხარული მონანია ცოდვილსაც ეკუთვნისაია. უფლისმიერი ტრილოგი ხილეს სიარი იგავური სახეები და ალეგორიები. უძღებიშვილის სიგავის პირველი ნაწილის განმარტების შემდეგ მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი, მონიშნოს უკვე არაერთხელ ხსენებული უფლისმიერი ტრილოგი ხილეს სიარი, თანხვედრი იგავური სახეები. უძღებიშვილის სიგავის მამა ღმერთია, დაკარგული ცხვრის სიგავის მწყემსი ქრისტეა, ხოლო დაკარგული დრაქმის სიგავის დედაკაცი ეკლესია გახლავთ სამივეს, მამას, მწყემსა და დედაკაცს, დაკარგული, წარწმედული ჰყავს საძებარი, მაგრამ ქრისტემ მწყემს ცხვარი დაეკარგა, პოვე ცხოვარი ჩემი წარწმედული ეკლესიამ დაკარგა დრაქმა, პოვე დრაქმა იგი, რომელიც წარწმიდე, უძღებმა შვილმა კი თვითონ წარიწმიდა სული და დაიკარგა, ძე ესე ჩემი წარწმედული იყო და იპოვა. ცხვარი იმ ცოდვილის სახეა, რომელმაც არ იცის რას ჩადის, დრაქმა როგორც აღბეჭდილი ხატი ღვთისა, ის ცოდვილია, რომელმაც კარგად იცის, რომ იგი ღვთის ქმნილებაა, მაგრამ თავისი ნებით ეფლობა ამ ქვეყნიურ ზრუნვაში. ბწმენით გამეცნიერებულის და ღვთიური სიყვარულით უკვე ნაგემი უძღებიშვილი კი საკუთარი არჩევანით განუდგება ღმერთს და ამით იგიზე ცოდვილის ჭეშმარიტ სახეთ გვევლინება წმიდა სახარებაში. დაკარგულთა პოვნასაც ნიუანსურად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს ამ სამიგავში. სწორედ ცოდვით წარწმედილთა ანუ დაკარგულთა საძებნელად და გადასარჩენად მიატოვა ქრისტემ, მწყემსმა, სასუფეველი, ფარა, ჩამოვიდა დედამიწაზე, რათა გზააბნეული კაცობრიობა გადაერჩინა. უფალი იესო თავისი ამაღლების შემდეგაც განაგრძობს ცოდვილთა ძიებას, იგი მათ დედა ეკლესიხილეთ ღვთის სიტყვითა და მართლმორწმუნეთა ერთობით ეძებს. ეკლესია ისევე დაუღალავად ეძიებს დაკარგულს და ზრუნავს მის გადასარჩენად, როგორც იგავში ეძებს დედაკაცი თავის დაკარგულ დრაქმას. ნეტარი ავგეტინეს თქმით, ცხვარიც და უძღებიშვილიც დააბრუნა ღვთის მოწოდებამ, იმან, ვინც ყოველივე საცოცხლებს და გადაარჩენს. უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის თქმით, ღვთივბოძებული მოწოდება სინამდვილეში არის ეციერის დაუცხრომელი, მარადისი ზრუნვა ჩვენი ცხონებისათვისაია. უფლისმიერ ტრილოგიაში ღვთიური მამობრივი ზრუნვა მაშინაც ცხადდება, როცა მწყემს სიმხრებზე შეისვამს ცხვარს და მაშინაც, როცა მონანიეშვილის შესაგებებლად სახლიდან გამორბის მამა. არც მწყემსი გაუწყრება ნაპოვნს და არც მამა, მობრუნებულ შვილს. ორივე სიხარული ეუფლება, ორივე შეიწყალებს და ალერსიანად მიხილեղებს მას ფარასა თუ სახლში. მხრებზე შესმაც და ალერსიანი მიღებაც ღვთის შეწევნა, ის მადლია, რომელიც ჩვენ, ცოდვილთ, სინანულის გასაძლიერებლად გვეძლევა. უზნეო ცხოვრება აუძლურებს ადამიანს, ცოდვისაგან მიხდილს ძალა სჭირდება, რომ ამგვარი ცხოვრების წესს მოსწყდეს, ეს ძალა, ღვთის მადლია. საკმარისია, პირველი ნაბიჯი გადავდგათ სინანულისაკენ და მაშინვე გვებოძება უფლის შეწევნა, მადლი. ჩვენ არასოდეს ვართ მარტო, ჩვენთან არს ღმერთის უფალი იესო ქრისტე, რომელიც ყოველი დაცემის შემდეგ ისევ და ისევ წამოგვაყენებს, გაგვამხნევებს, მადლით მოგულბობს გულს და სიხარულსაც განგვაცდევინებს, რათა საბოლოოდ გავიმარჯვოთ ცოდვაზე. ამას ეხმიანება წმიდა დავით მეფსალმუნის დიდებული გალობა, განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და ახმართნის ყოველნი დაცემულნი, ფსალმუნია 44:14. ეს სამი იგავი, დაკარგული ცხრისა, დაკარგული დრაქმისას და უძღებიშვილისას სიხარულის თანაზიარების თვალსაზრისითაც ერთიანდება. წყემსი და დედაკაცი თავის მეგობრებსა და მოძმეებს ეძახიან, ხოლო მამა მონებს იხმობს, რათა ყველამ ერთად განიცადოს დაკარგულის, ცოდვილის პოვნით გამოწვეული სიხარული. აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს თანასიხარულის ზნეობრივი კატეგორია.
ზეციერი მამა მარტო არ არის თავის სიხარულში, მას იზიარებს ყველა, ვინც მამასთან არისაია, ჩემთან აგიხაროდენ, უფალი ამას ჩვენ მოგვიწოდებს. წმიდა იოანე ოქროპირი გვეუბნება, საკვირველია. მამა წინასწარ გრძნობს შვილის აღსარებას და თავად მიხილე ჩქარის მისკენ, მუდამ ასე უსწრებსო წინ ღვთის მოწყალება ჩვენს აღსარებას, დასცენს წმიდა მამა. ცოდვილი შვილის სინანულის გამო ღმერთი მოწყალებასთან ერთად მამობრივ მოწონებასა და სიხარულსაც განიცდის, რაც ზეციერი მამის ღვთაებრაელთათვის სიყვარულის გამოვლინებაა. ამ სახარებისეული იგავის ერთ-ერთი შეგონებაც ეს არის, სიყვარული არა მხოლოდ თანადგომაა, არამედ თანასიხარულიც, ამბობს ეპისკოპოსი ალექსანდრე. ამასვე გვასწავლის სრულიად საქართველოს მწყემს მთავარი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, სიხარული მხოლოდ სიყვარულით განიცდება. მხოლოდ ამგვარი საყოველთაო სიყვარული მიგვაახლებს ქრისტეს სწავლების ქვაკუთხედთან. ხოლო გეტყვით თქვენ, გიყვარდეთ მტერნი თქვენი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდნენ თქვენ და გდევნიდნენ თქვენ. რაითა იყვნენ თქვენ შვილმამისა თქვენისა ზეცათაისა, რამე თუმზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა მათე 5:45. ჭეშმარიტად ასეა. ოღონდ ეს დავიწყებია უძღებიშვილის უფროს ძმას, რომლისკენაც როგორც იგავიდან ჩანს, ასევე მიხილე ჩქარის მოწყალე და მოსიყვარულე მამა, თვითონე გამოდის სახლიდან და თავად მიეგებება შვილს, როგორც კი ცოდვისაკენ მიდრეკილი მისი სულის სახიფათო მიმოხრას იგრძნობს. უფროსი შვილი და ძმა. უფალი იესო ქრისტეს იგავური სათქმელი უფროსი შვილისა და ძმისკენაც არის მიმართული უძღებიშვილის იგავში. ამ უფროს ძმას, უმცროსისაგან განსხვავებით, იგავში არანაირი სახელი განსაზღვრება არ აქვს. თუმცა წმიდა მამები უფროს შვილს უძებნიან განსაზღვრებას, მართალი. ამ მართალ უფროს ძმას ისინი უპირისპირებენ უძღებ, ცოდვილ, ჯულის დამრღვევ უმცროს ძმას. ამ დაპირისპირების განმარტებისას წმიდა მამები ორ მომენტს გამოყოფენ იგავიდან, აჰა ესე რა ესოდენი წელნი გმონენ შენ და არასადამ ცნებასა შენსა გარდავხედ, ეუბნება უფროსი შვილი მამას, და ბრიყოძე იგი მისი უხუცესი ველსაგარე, შენიშნავს წმიდა ლუკა მახარებელი უფროს ძმაზე. სამემკვიდრეო წილის გაყოფის შემდეგ ებრაელთაული სამემკვიდრეო წესით მამა იმ ქონების პატრონად რჩებოდა, რომელიც უფროს ძეს ეკუთვნოდა. უფროსი შვილი მორჩილებით განაგრძობდა ცხოვრებას მამისეულ სახლში. იგავშიც ასეა. მთელი ის ხანი, რაც უმცროსმა თავისი წილი სამკვიდრებელი წაიღო და წავიდა, უფროსი შვილი ზეციერი მამის სახლში მარადის იმყოფებოდა და ასევე მარადის აღასრულებდა ღვთიურ მცნებებს. ველსაგარე ყოფნაც იგავში სწორედ მამისეული რჯულის აღსრულებას ნიშნავს. ამიტომ უწოდებენ წმიდა მამები უფროს შვილს მართალს, როგორც მამისეული რჯულის აღმსრულებელს, საპირისპიროდ ცოდვილი, რჯულის დამრღვევი, უმცროსი უძღებიშვილისა. უძღებიშვილის იგავში მრავლის მთქმელად იხატება უფროსი შვილის ზნეობა და სულიერება. ჯერ ერთი იგი არის მრისხანე, ხოლო ის გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა, ამბობს უფალი იგავში. უფროსი ძმა ასევე არის მოყვასის სიხარულის არ გამზიარებელი, შურიანი, ვარძლიანი, გულცივი ძმის მიმართ. აი რას ეუბნება იგი მამას, ხოლო ის გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და მოიხმო იგი. მაგრამ მან უთხრა მამას, აგერ რამდენი წელია გემსახურები და ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა. სამაგიეროდ მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, რომელმაც მთელი შენი ავლადიდება მეძავებს გადააგო, ხელად კვებული ხბო და უკალი. ამის მთქმელი შვილი, რა თქმა უნდა, მამის დამკვედრებელიცა, მისი განკითხველიცა, ასეთი შვილი ამპარტავნულად, თავმომწონეთ ემსახურება მშობელს, რადგან მოსწონს, რომ იგი ასეთი კარგი შვილია. ეს ფარისფლურად მორჩილი და რჯულის მოჩვენებითად აღმსრულებელი შვილი უმადურიცა, ასევე ჯიბრიანი და კადნიერია მამის მიმართ. მაშა სადამე, უფროსი შვილი თურმე ფარისევლურად ემორჩილებოდა მამას. იგი იმ ფარისევლებსა და მწიგნობრებს გვაგონებს წმიდა სახარებიდან, რომლებიც კანონებს ზედმიწევნით აღასრულებენ, თავიც კი მოაქვთ ამით მათ ხელთ უპყრიათ რჯული, ღვთიური მადლიღა და ნიჭით მოსილს შეუძლიათ ახლოს იყვნენ ღმერთთან, მაგრამ თავმოყვარეობის ავადმყოფური გრძნობით შეპყრობილებს სულიერი და ზნეობრივი სიფაქიზე დაუკარგავთ, გული გაუხეშებული აქვთ და, რაც ყველაზე სავალალოა, მათ არ უყვართ საზოგადოებისაგან გარიყული, გზასაც დენილი მოყვასი. გაამაყებულნი და იმით თვით დაჯერებულნი, რომ თავად უცოდველნი არიან, ისინი განსჯიან და განიკითხავენ გვერდით მყოფ ცოდვილს. ამიტომ წმიდა მამები ერთხმად აღნიშნავენ ამ მართალი უფროსი შვილის მოჩვენებით მართლმორწმუნეობას. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ უძღებიშვილის იგავის ტექსტუალური ფონი. უფალი იესო ქრისტე მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთადაა, ცოდვილნი მისკენ ისწრაფვიან და უფალიც არ იშურებს მათთვის არც სიტყვას და არც მოწყალებას.
ამის გამო მწიგნობრები და ფარისფლები ბუზღუნებენ და საყვედურობენ უფალი იესოს, ცოდვილებს იღებსო, ლუკა 15:2. ასევე არ შედის სახლში განრისხებული და გაჯიუტებული შვილი და ძმა, ასევე მოსდის გული მამაზე, რომ ცოდვილი შვილის სიხარულით მიხილეღო და თან ნასუქი ხბოც დაუკლა. საზარელი ის არის, ბრძანებს მიტროპოლიტი ფილარეტი, რომ უფროსი ძმა მრისხანებს, რადგან სხვა უყვართ, მას ველური ჟინივით აიტანს შური და სიბრაზე, რადგან სხვის გამოალხინი გამართული, თავს დამცირებულად გრძნობს, რადგან სხვას აქცევენ ყურადღებას. მართალი და ცოდვილი. ასე რომ უფროსი შვილი იგავში ორსახოვანი დაპირისპირებით წარმოდგება უძღებს შვილთან მიმართებით, ერთი მხრივ იგი თავის ცოდვილ ძმას უპირისპირდება როგორც მართალი, მამის მორჩილი და მცნებათა აღმსრულებელი, მეორე მხრივ კი, როგორც მოჩვენებითად მართლმორწმუნე და ფარისევლურად მორჩილი, მრისხანე და შურიანი, გულცივი, განკითხველი, ამპარტავანი, კადნიერი მამის მიმართ, იგი გულწრფელად მონანიე ცოდვილი ძმის საპირისპიროდ დგას. როგორც ვხედავთ, იგავში მეტად საინტერესო და საგულისხმო იგავური ანტიპოდებია, რჯულის აღსრულებაში მართალიშვილი არსებითად ცოდვილია, ვინაიდან არ არის მეტი ცოდვა ვიდრე ცოდვა იმის აღიარებისა, რომ უცოდვილი ხარ. ცოდვილია უძღები შვილიც, ოღონდ იგი, თავისი უფროსი ძმისაგან განსხვავებით, მოინანიებს ჩადენილ ცოდვას და განწმენდილი, განმართლებული წარდგება მამის წინაშე. გამოდის, რომ იგავში ორივე ძმა, უფროსიც და უმცროსიც, ერთსა და იმავე დროს არიან მართალნიც და ცოდვილნიც. ოღონდ უფროსი მართალია რჯულის აღსრულებით, თუმცა ეს მისი სიმართლე გარეგნულია, არანამდვილია რჯულს იგი მოჩვენებითად, ზედაპირულად აღასრულებს და სწორედ ამ მიზეზითაა იგი ცოდვილი. უმცროსი კი ცოდვილია თავისი ქმედებით, ცოდვათქნადობით, მაგრამ იგი გულწრფელია თავისი სინანულით, მართალია თავისი მონანიებული ცოდვებით და ამიტომ განმართლდება ღვთის წინაშე. ეპისკოპოსი მიხეილი ერთ დაპირისპირებაზეც აღნიშნავს, რომელიც ვლინდება ფარისევლურად მორჩილ მართალ უფროს შვილსა და სიყვარულით სავსე მამას შორისაა უფროსი შვილი მარადის მამასთან არის და ყოველივე მამისეული მისი კუთვნილება, მაგრამ სიყვარულის, მორჩილებისა და მადლიერების ნაცვლად იგი უმადურობას ამჟღავნებს, თავის მუშაკობას აყვედრის მამას, გაჯიუტებული კადნიერად ეპყრობა მშობელს, საკუთარი თავით კმაყოფილი მამასაც განიკითხავს და ძმასაც. ამ ვითომ და მართალიშვილის მთელი ყურადღება ერთ ციკანზეა გადატანილი, რომელიც მამამ მისთვის თურმე არ გაიმეტა. ქედმაღალიშვილი თავისი სიყვარულისათვის მშობლისაგან გასამრჯელოს ითხოვს. უფრო უარესიც ციკნის დაუკვლელობას იგი შვილისადმი სიძულვილად მიუთვლის თავის მამას და ამით ცილისწამებასაც ეწევა. მართლაც და უნდა დავეთანხმოთ მიტროპოლიტ ფილარეტს, როგორ შეიძლება ეწოდოს შვილი, ამ ეგრეთ წოდებული მართალ უფროს შვილს. ნუ თუ შეიძლება კარგმა შვილმა მამისაგან სიყვარულისათვის გასამრჯელო ითხოვოს. განა ის მოჯამაგირედ უდგას მამას სახლში. გავიხსენოთ, რომ მონანიე უძღები შვილი უაღრეს თავმდაბლობას იჩენს, შვილობის ღირსად აღარ მიხილეჩნევს თავს და მოჯამაგირეობაზეც კი თანახმაა, ოღონდ მამის გვერდით იყოს. არა. შესწახებს მიტროლიტი ფილარეტი, უფროსი ძმა შვილი არ არის, იგი მონაა. მამისეულ სახლში მყოფმა უფროსმა ძემ სახლიდან გაუსვლელა დაკარგა შვილობა, აქვე, შუბლის გვერდით შეურაცხყო მამისეული სახლის ცხოვრების წესიც და ოჯახისადმი სიყვარულიც. ამით იგი უძღებ შვილზე უარესიაო, დასცენს მიტროპოლიტი. წმიდა მამები ყურადღებას მიაქცევენ იმას, რომ უფროსი შვილი მამას არ მიმართავს მამაო, მამიკო, თი, არც ძმას უწოდებს და მოიხსენიებს ძმად, ძე ესე შენი, ეს შენი შვილიო, ეუბნება მამას თავის უმცროს ძმაზე. ამითაც მჟღავნდება გულწრფობა და სიძულვილი, ციზღიც, ოღონდ ამჯერად ძმის მიმართ და მიუხედავად ყოველივე ამისა, ყოვლად მოწყალე მამა, რომელიც თვითონ გამოვიდა და მოუწოდა შვილს, მოთმინებითა და სულგრძელობით მოусმენს მას, თავის მართალ შვილს. წმიდა იოანე ოქროპირი საგულისხმოდ შენიშნავს, რომ მამამ არ შეურაცხყო სიტყვაი მართლისა უფროსი შვილისა, დიდი მოწყალებისა და უკიდურესი, სახიერების მაგალითი უჩვენა მას და ტკბილად უწოდა შვილო. მამას ამით სურდა, შვილის გულფიცხობა შეერბილებინა, კაცთმოყვარული გრძნობა გაეღვიძებინა მასში. მან შეახსენა უმადურ შვილს, რომ მისმა უმცროსმა ძმამ თავისი კუთვნილი გაფლანგა, თვითონ კი მამის სახლში იყო მთელი ის ხანი, შვილო, შენ. მარადის ჩემთან ხარ და ჩემი ყოველი შენი არს, ეუბნება მამა თავის გამწყრალ შვილს. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი თავის შეუდარებელ ქადაგებაში უძღები შვილის იგავის გამო დიალოგს მართავს მართალშვილთან და ეუბნება, შეიძლება უძღებ შვილს არ ჰგავხარ, არც მასავით დაგლახაკებული ხარ სულიერად, არც შორეულ ქვეყნებში წასულ ხარ და ქონებაც არ დაგიბნევია, არც კაცი მოგიკლავს, არც სხვა რამ დიდი ცოდვა ჩაგიდენია და ამიტომ თავი უცოდველი გგონია. შეიძლება ისიც გგონია, რომ არც ვითისაგან ხარ განშორებული. მაგრამ მართლა ასეა. იქნება არც მამის სახლში ხარ, აღარც ამ სახლის ეზოში და აღარც ეზოს გარეთ.
ასე ჩაეკითხება ქართველი წმიდა მამა მართალშვილს და დასცენს: შენ არც თბილი ხარ და არც ცივი, არამედ გრილი, როგორც წმიდა იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი აკვედრებდა ზოგიერთ ქრისტიანსო. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი საგანგებოდ გვაფრთხილებს, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს და ამის გამო უძღებიშვილის წახდენა არ უნდა მივიჩნიოთ უმჯობესად უფროს მართალშვილთან შედარებით. მაგრამ იმავდროულად ჩვენი დიდებული სულიერი მამა გვევედრება დავემსგავსოთ უძღებშვილს, ოღონდ არა მისი დაცემითა და დაგლახაკებით, არამედ მისი მოქცევითა და სინანულით, მისი შემოსვლილი გულითა და მდაბალი სულით, უღირსებისა და ბრალეულ ყოფის მუდმივი შეგრძნებით, რათა ყოველთვის ცრემლით ვევედროთ ღმერთს ისევე, როგორც უძღებიშვილი შეევედრა მამას. მამაო, ცოდეთ სად მიმართ და წინაშე შენსა. ამ სახარებისეული იგავის ერთ-ერთ მიზანს სწორედ ეს შეადგენს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უძღებიშვილის იგავის მკითხველს გაუჩნდება ხოლმე ამგვარი შეკითხვები: ბოლოს და ბოლოს მოტყდა თუ არა უფროსიშვილის სიჯიუტე მამის მიმართ? ან შევიდა თუ არა იგი სახლში და მიხილეღო თუ არა მონაწილეობა საერთო მხიარულებაში? ან კიდევ, რა ბედი ეწია მონანიეშვილს? და სხვა მისთანები. ასეთი შეკითხვები იგავის გაგრძელების მსურველთ აწვალებთ ხოლმე. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ იგავში, მით უფრო სახარების იგავში, როგორც წესი, მოცემულია მხოლოდ ის, რაც საჭიროა მისი სათქმელის გამოსახატავად და გადმოსაცემად. დაუშვებელია და სახიფათოც იგავის გარეთ საკუთარი ფანტაზიხილეს ღვთაშესასმელი გაგრძელებანი. ამიტომ ყოველთვის ხაზგასმულად უნდა ჩამოყალიბდეს სახარების ყოველი იგავის მიზანი, უმთავრესი სათქმელი. უძღებიშვილის იგავის მიზანი და სათქმელი კი ეს გახლავთ: ღმერთს უყვარს ცოდვილი და სურს მისი გადარჩენა, მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხოვრებად წარწმედულისა, ამბობს უფალი მებაჟე ზაქეს სულიერი მოქცევის გამო. ლუკა 19:2-10 უძღებიშვილის იგავში მამა ღმერთი ზრუნავს როგორც ცოდვილი შვილის, ასევე მართალიშვილის გადასარჩენად. თუმცა ეს უკანასკნელი, მართალი უფროსი შვილი, ვერ და არც დაიმსახურებს ღვთის გულმოწყალებას, მანამ, სანამ იგი ცოდვილის მოქცევის გამო არ აღივსება გულწრფელი, გულმხურვალე სიხარულით. უაღრესად საგულისხმოა ამ თვალსაზრისით უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის შეფასება: ყოველ ჩვენგანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სულიერი თვალი, რათა სხვისი გასაჭირი და ტკივილი დავინახოთ და საკუთარივით განვიცადოთ. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად სხვისი მწუხარებისა და ჭირის გაზიარება კი შეგვიძლია, მაგრამ სიხარულისა და ბედნიერებისა არა. თუ შურს დაძლევ და სხვისი სიხარულით გაიხარებ, უფალი შენს აუცილებლად დაგაჯილდოვებს სიხარულით, ისე როგორც უძღებიშვილი დააჯილდოვა საყვარელმა მამამ. როგორც ეს მამა უნახავდა თავის შეცდომილ ძეს სამოსელ პირველს, ბეჭედსა და ზვარაკს და მის შინ დაბრუნებას ელოდებოდა, ასევე ელოდება უფალი ყოველი ადამიანის და, საერთოდ, მთელი კაცობრიობის დაბრუნებას მასთან. უძღებიშვილის იგავი და კაენ აბელის ძველახთქმისეული ამბავი. უძღებიშვილის იგავის წაკითხვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მისი გააზრება კაენ აბელის ამბავთან მიმართებით. ყველა კარგად იცნობს ადამისა და ევას ორი ძის, კაცთა მოდგმის პირველი ორი ძმის ამ ამბავს, დაბადება 4:1-16. მაგრამ იგი საგულისხმო საღვთისმეტყველო მნიშვნელობას იძენს, როდესაც პარალელურად შეისწავლება უძღებიშვილის ახალახთქმისეული გავთან ერთად. ამ დროს ძველახთქმისეული ამბის მხოლოდ რამდენიმე მომენტის გამოკვეთა ხდება საჭირო. მაგრამ ჯერ გავიხსენოთ ეს ამბავი: კაენი უფროსი ძმა, აბელი უმცროსი. კაენი მიწის მუშაკია, აბელი კი მეცხვარე. უფალს ორივე ძმა მიართვა ძღვენი, ანუ შესაწირი, მაგრამ უფალმა მხოლოდ აბელის შესაწირი მიხილეღო, კაენისას კი არ მოხედა. ამის გამო კაენი გამწარდა. უფალმა იგი გააფრთხილა, რომ ცოდვა იყო ჩასაფრებული მის კართან, შენი ბატონე მასზეო, ასე ურჩია, მაგრამ კაენმა არ ისმინა უფლის ხმა, ველად გაიყვანა აბელი და მოკლა. უფალმა კიდევ ერთხელ მისცა კაენს შესაძლებლობა, თავი დაეღწია ცოდვისაგან, როცა ჰკითხა: სად არის შენი ძმა? სიმართლისა და სინანულის ნაცვლად კაენმა კადნიერად, უთიფრად უპასუხა უფალს: არ ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არ ვარო. კაენმა ამის გამო ღვთის დიდი რისხვა დაიტეხა თავს, თვითონაც დაიწყევლა და მისი მოდგმაც დაისაჯა. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელი დანიელი და ამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას, დევნილი და მიუსაფარი შეიქმნები ამ ქვეყანაზე. დაბადება 4:11-12. ამ ამბავშიც ორივე ძმის ზნეობრივი ქმედებანი უნდა შეფასდეს. აბელი არის ღვთისმოყვარე და მართლმორწმუნე, რადგან მან უფალს ძღვენი შესწირა პირმშოთაგან, ანუ ნათავარი და რჩეული პირუტყვი გაიღო. კაენი კი მსხვერპლად გაიღებს მიწის ნაყოფს, რომლის რჩეულობაზე თვით ამბავში არაფერია შენიშნული.
წმიდა პავლე მოციქული ამბობს, რწმენით შესწირა აბელმა უკეთესი მსხვერპლი ღმერთს ვიდრე კაინმა, მისითვე მიხილეღო მოწმობა რომ მართალია როგორც იმოწმა ღმერთმა მისი მსხვერპლისათვის ებრაელთა ალთა მიმართ 11:4. მაშა სადამე, წმიდა პავლე მოციქული აბელის ახალახთქმისეულ შეფასებას გვაწვდის, რომლის მიხედვითაც აბელი მართალია ღვთისა და კაინის წინაშე. კაინი ამ ამბავში ავლენს უმადურობას, რადგან იგი მხოლოდ შესწირავს ცხვენს, მექანიკურად აღასრულებს თავის ვალს და ვერ გაიმეტებს უფლისათვის რჩეულ საუკეთესო მიწის ნაყოფს. ალმუნი კაინი ასევე ავლენს შურს, იგი ამწუხარეს სხვისა კეთილსა ზედა, და ეს სხვა, მისი ერთადერთი ძმა, რომლის ცხვენიც უფალმა შეიწირა, მიხილეღო. ამას სიხარულით კი არ შეხვდა კაინი, არამედ როგორც ბიბლია გვიამბობს, გამწარდა და თავი ჩაუნა. კაინი ასევე ცოდვისაკენ მიდრეკილია, უკეთურია. ამაზე თვით უფალი უთითებს მას და ეუბნება, ცოდვას შენკენ აქვს ლტოლვა, ჩაქსაფრებიაო. კაინმა ვერ იბატონა ცოდვაზე, პირიქით, ცოდვამ სძლია იგი და აქცია ძმის მკვლელად. ესეც კაინის ზნეობის ერთ-ერთი შემაძრწუნებელი მახასიათებელია. კაინი ასევე ურჩია, რადგან ყურად არ იღებს უფლის სიტყვას და ცოდვის მონად იქცევა. იგი მზაკვარიცაა, რადგან მზაკვრულად გაიხმობს მასზე მინდობილ აბელს ველად და იქ მოუსწრაფებს სიცოცხლესაია კაინის სიცრუესაც მიმართავს, როცა უფლის შეკითხვაზე, სად არის შენი ძმა, ტყუილს ეტყვის მას, არ ვიციო. ცოდვილი კაინი კადნიერი და თავკერძაცაა, როცა უდიერად შეეპასუხება უფალს და ეუბნება, საიდან უნდა ვიცოდეს, სად არის ჩემი ძმა, მისი დარაჯი ხომ არ ვარო. დაბოლოს, კაინს თავისი ცოდვის წილ გაუჩნდა შიში ხორციელი სიკვდილისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან დაკარგა ღვთისადმი მოშიშება და იგი სიკვდილისადმი ამავე შიშმა შეიპყრო. იხილეთ დაბადება 4:14. მოკლედ, კაინი თავისი ნებით განშორდა უფალს, უარყო და დაკარგა ღმერთი, ან ურწმენა ღვთისადმი. იგი ღვთის შვილი იყო და ცოდვის მონად იქცა. მართალის და ცოდვილი ძმები. როგორც ვხედავთ, ბიბლიხილეს ამ ძველახთქმისეულ ამბავში ურთიერთდაპირისპირებული ორი ძმა წარდგება ჩვენ წინაშე, მართალი აბელი და ცოდვილი კაინი. როგორც ზემოთ დავრწმუნდით, უძღებიშვილის სიგავშიც წარმოჩნდება ეგრეთ წოდებული მართალი უფროსი ძმისა და გულწრფელად მონანიე უძღები, ცოდვილი შვილის დაპირისპირება, უფროსი ძე მართალი იმიტომაა, რომ იგი მამასთან არის, მის მცნებებს აღასრულებს. თუმცა მისი ეს მორჩილება ცრუა, მოჩვენებითია, ფარისევლურია, ეს უფროსი ძმაც კაინივით მრისხანებს, შურს ძმისა, გულცივია, არ იზიარებს ძმის სიხარულს, განიკითხავს მამასაც და ძმასაც, ამპარტავნობს, ჯიუტი და კადნიერია მამის მიმართ ამის საპირისპიროდ. უმცროსი, ცოდვილი ძმაა. უძღებიშვილი, გულწრფელია თავის სინანულში, მორჩილად, თავმდაბლურად ინანიებს თავის ცოდვას და დიდი სიყვარულით უბრუნდება მამისეულ სამკვიდრებელს. როგორც კი კაინ აბელის ამბავი და უძღებიშვილის სიგავი ერთ სიბრტყეზე განთავსდება, ჩვენ დავინახავთ, რომ ორწყვილად დაპირისპირებული ბიბლიური მართალით და ცოდვილი სხვადასხვაგვარად შეფასდება, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ზნეობითი ქმედება ან კრიტერიუმი მიხილეჩნევა ამოსავლად, მართალია აბელი, მაგრამ წმიდა მამათა განმარტებით მართალია უძღებიშვილის უფროსი ძმაც. ამიტომ ხდება აუცილებელი მათი პარალელური შეფასება, ანუ იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლება მართალი იყოს აბელი და ასევე იყოს მართალი უძღებიშვილის უფროსი ძმაც, ან კიდევ, როგორ ან რა მიზეზით ენიჭება ერთი და იგივე საღვთისმეტყველო კვალიფიკაცია ცოდვილი, კაინსაც და უძღებშვილსაც. აბელის სიმართლე მის მართლმორწმუნეობას გამოხატავს. ეს ბიბლიური განსაზღვრება ასევე მოიცავს აბელის უმანკო, უდანაშაულო, ანუ მართალი სისხლის დაღურას. მართალი შვილი კი წმიდა სახარების იგავში რჯულისა და მცნებების ზედმიწევნით აღმსრულებელია, ანუ მართალია რჯულისა და მცნებათა აღსრულებაში. თუმცა, როგორც ითქვა, მისი სიმართლე აქ მთავრდება, რადგანაც მის მიერ რჯულის აღსრულება ფარისევლურია, მოჩვენებითი და ამდენად ზედმიწევნით ზედაპირულიც. ეს მართალი შვილი მხოლოდ გონებით, ცივად ასრულებს წესს, გული კი გრილი აქვს. მეორე მხრივ ცოდვილია კაინი და ცოდვილია უძღებიშვილიც. მაგრამ ეს ორი ცოდვილი თავთავისი არჩევანით შორდება ერთმანეთს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ უძღებიშვილი არის არა მხოლოდ გულწრფელად მონანიე, არამედ სინანულის საქმით აღმსრულებელიც. მონანული კვლავაც ცოდვილად რჩება, თუ ის საქმით არ გააცხადებს თავის სინანულს, ესე იგი სიტყვას საქმეს არ მოაყოლებს. უფროსი ძმა იგავში იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელნიც თქვიან და არ აყვიან მათე 23:3, უძღებიშვილი კი, წმიდა ილია მართლისა არ იყოს, ის კაცია, რომლის თქმა და ქმნა ერთია, წმიდა იაკობ მოციქული ბრძანებს. ვითარცა ხორცნი თვინიერ სული სამკვდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთა სამკვდარ არს იაკობი 2:26. უძღებიშვილის საბოლოო არჩევანი სინანულის გზაა, ოღონდ საქმით აღსრულებული და რწმენით განმტკიცებული სინანულისა. კაინი კი მოუნანიებლობითა და თავისი სულიერი გახრწნილებით ღვთისწყალობას საკუთარი ნებით კარგავს, უფლისაგან მარტო თვითონ კი არ დაიგმობა, არამედ მისი მოდგმაც დაისჯება.
ცოდვილი კაინი და მართალი უფროსი შვილი. ასე წყვილდება ბიბლიურ ძმათა ძველი და ახალაღთქმისეული სახეები. ერთია წყვილი მართალი აბელისა და ეგრეთ წოდებული მართალი უფროსი ძმისა, მეორე წყვილს კი ქმნის ცოდვილი კაინი და ცოდვილი უძღებიშვილი. ამ ორი წყვილიდან უაღრესად საგულისხმო ბიბლიურ პარალელიზმს წარმოადგენს ძველი აღთქმის ცოდვილი კაინი და ახალი აღთქმის ეგრეთ წოდებული მართალი უფროსი ძმა, შვილი. ორივე ეს უფროსი ძმა ურჩია ზეციერი მამის მიმართ, ერთსაც და მეორესაც მხოლოდ ხორციელი მზერა შერჩენია და ბილწივ ნებების მორევისათვის ვერ დაუღწევია თავი. მათი სული წარწმედილია და წარწმედილია იმის გამო, რომ არც ერთი არ აკეთებს მართებულ არჩევანს, არ დაადგება გულწრფელი სინანულის გზას და სიყვარულით არ დაემორჩილება ღმერთს, მის ნებას. ორივე უფროსი ძმა დაშორებულია ღმერთისაგან, სიყვარულის წილშურსა და სიძულვილს დაუსადგურებია მათ სგულებში. უფროსი მართალიშვილის მსგავსად, კაინიც უარყოფს ზნეობრივ შეგონებას ჭეშმარიტ სიყვარულზე, მოყვასის სიხარულის თანაზიარობას რომ გულისხმობს. კაინიც ძლიერ შეწუხდა სხვისა კეთილსა ზედა, შურით აივსო და დამცირებულად იგრძნო თავი, როცა ღმერთმა მოიწონა და მიხილეღო არა მისი, არამედ ძმის ცხვენი. ყოველად მოწყალე ზეციერი მამა მასაც ზრუნვითა და სიყვარულით მოეპყრო, შურით გამწარებული კაინი გააფრთხილა, რომ ცოდვა ჩასაფრებოდა მას და თვითონაც ილტვოდა ცოდვისაკენ. მაგრამ კაინის გულისყური და ხშული აღმოჩნდა და მან ძმა მოკლა. ჭეშმარიტად სამართლიანი იყო უფლის სასჯელი, რომელიც კაინმა და მასთან ერთად მთელმა კაცობრიობამაც მოიმკო. მართალი აბელი და მონანიე ცოდვილი უძღებიშვილი. რაც შეეხება მართალ აბელსა და გულწრფელად მონანიე უძღებშვილს, ამ წყვილიდან მართალი აბელის დაღვრილი სისხლი ითხოვს საგანგებო საღვთისმეტყველო განმარტებას. აბელის მართალი სისხლის დაღვრას ღრმა მისტიკური მნიშვნელობა აქვს. ამ ძველ აღთქმისეულ, უმანკო, უდანაშაულო მართალ სისხლს, მის დაღვრას, თავისი საღვთისმეტყველო პარალელი მოეპოვება ახალ აღთქმისეულ შუამდგომელი იესოს საბკურებელ სისხლთან. ამაზე წმიდა პავლე მოციქული მიგვითითებს თავის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ, თავები 9, 10, 11, 12. ამ მხრივ საინტერესოა თვით ძველი ებრაელთა აულის სახელი ჰაბელ. მას უკავშირებენ ასირიულ ჰაბალს, რომელიც ნიშნავს ძეს, ვაჟიშვილს. გავიხსენოთ, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და ძე კაცისა. ძველ აღთქმისეული რჯულით, ცოდვის გამოსასყიდად დაწესებული იყო სისხლიანი მსხვერპლის გაღება. ეს სისხლიანი მსხვერპლი ქრისტემ ახალ აღთქმისეული სინანულის მსხვერპლით შეანაცვლა. სწორედ ამ მიზნით ჩვენივე სულიერი გადარჩენისათვის გაიღო თავისი სისხლი ჩვენმა უფალმა იესომ. აი რა გვეუბნება წმიდა პავლე მოციქული, ღვთის ნებით განწმენდილი ვართ ჩვენ, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. მან ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვათათვისაია. ერთადერთი მსხვერპლით სამარადისოდ სრულქმნა განწმენდილნი ებრაელთა მიმართ 10, 10, 12, 14. სისხლიანი მსხვერპლი ჩვენგან აღარ სჭირდება ღმერთს, რადგან იქ სადაც ცოდვათა მიტევება, წვენი საჭირო აღარ არის მათთვის ებრაელთა მიმართ 10, 18, იხილეთ 20, 4, 10. ეს მსხვერპლი ქრისტემ თავად გაიღო და აბელის მსგავსად დაიღურა უმანკო სისხლი. ამ ერთგზის გაღებული ერთადერთი მსხვერპლით საუკუნოდ სრულ იქნენ ცოდვისაგან განწმენდილები. ეს არის ახალი აღთქმა, ცოდვისაგან დახსნისა და სულის გადარჩენის ქრისტიანული, ახალ აღთქმისეული სინანულის გზა. იგი ძველ აღთქმისეულს უპირისპირდება. ახალი აღთქმა ღმერთსა და ჩვენ შორის თვით ჩვენმა შუამდგომელმა უფალმა იესო ქრისტემ დაგვიდო, იხილეთ ებრაელთა მიმართ 9, 14, 15 და 10, 16, 23. მართალი აბელისა და უძღებიშვილის ბიბლიურ წყვილში გულწრფელად მონანიე უძღებიშვილი სწორედ ამ სინანულის გზის არჩევანით უკავშირდება მართალ აბელს, რომელიც იესო ქრისტეს ცოდვათა გამოსასყიდი სისხლის გამომხატველი ხატსიმბოლოა. უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე უძღებიშვილის სიგავის უფრო ზოგად საღვთისმეტყველო მნიშვნელობას განგვიმარტავს და ამბობს, მართალია ეს სიგავი ყოველ ადამიანზეა თქმული, მაგრამ მას უფრო ზოგადი მნიშვნელობა აქვს. იგი წარმოადგენს აგრეთვე წინასწარმეტყველებას საერთოდ კაცობრიობის დამოკიდებულებაზე ღმერთთან. ამ იგავით უფალი წინასწარმეტყველებს, რომ ერთი ნაწილი კაცობრიობისა ღმერთს განუდგება და მასთან კავშირს გაწყვეტს. მაგრამ როცა გაღატაკდება და ყოველივეს დაკარგავს, ისევ მამაზეც იერს დაუბრუნდება და ისიც სიყვარულით ჩაიკრავს გულში, ოღონდ ამისთვის ჯერ სინანული ანუ განცდაითვის და ცოდვათაა საჭირო. დაბოლოს უძღებიშვილის სიგავის განმარტება გვინდა დავასრულოთ მიტროპოლიტ ფილარეტის სიტყვებით, რომელიც მიმართულია მშობლების, მოძღვართა და მწყემსმთავრებისადმი. ვფიქრობთ, ეს სიტყვები ყველამ უნდა იყოს ყურად, უძღებიშვილის სიგავის ბოლო მუხლთან დაკავშირებით მიტროპოლიტი აღნიშნავს. კეთილი მამა ურიგდება შვილის ურჩობას. საკვირველი ბრძოლა იმართება სიყვარულსა და ამპარტამულ თავმოყარეობას შორისაი ამ მშობლებო. აი, ასე უნდა ექცეოდეთ ცუდ შვილებს.
მოძღვრებო და მწყემს მთავრებო. აი ასეთი მოთმინებით უნდა შეასრულოთ თქვენ დამი დაკისრებული საქმე. რაც უნდა დიდ ცოდვას ხედავდეთ მათში, სიკეთისაკენ უნდა მოუწოდოთ. თქვენი საქმე თესვა, მომავალი თქვენს ხელთაა. თუ კი მამის სინაზე ყოველთვის არ აცხრობ შვილის ბოროტებას, იყავით მომთმენი, თუნდაც დამცირდეთ ბოროტს შვილთა წინაშე. მასალა შეკრიბა და შეადგინა დოდო, მარიამ, ღლონტმა. იგავნი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი. ტომი 2, თბილისი 2004 წელი.